გამარჯობა. მოკლედ ხაინდრავას უთქვამს რომ ისაო მე რაო კაცო არაბებმაო რაო 400 წელი თუ იყვენო ეს მიწაო იმაზე ზურგზე ხო არ მოიკიდესო და ხო არ წაუღიათო. აი მარტო ეს სიტყვები, აი ეს რაც თქვა ახლა ხუინდრავა ბევრი კაი შეიძლება იყოს გვარში, მაგრამ არა ეს არა ხაინდრავა, ეს ხუინდრავა. აი მაგის გულისთვის საქართველოში საზოგადოება რა იყოს, ამას გამოათხრევდა და ეს დავით აღმაშენებელი როგორც აკეთებდა რა, პროქტოლოგიურ ხრელში სარს გაუყრიდა და ესე წამოჭიმავდა თავისუფლების მოედანზე. ამ ნაბიჯვარს ამას სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მე აქ არაფერს არ ვამატებ, ესეთი მეთოდი ქონდა აი მოღალატეების მიმართ დავით აღმაშენებელს და მითო იყო ის აღმაშენებელი. აი ესეთი მეთოდებით უნდა ებრძოლო ისეთ ღალატს, როგორსაც იჩენენ. აი ეს თესლიშვილები წარმოქმნილი ჩვენს ქვეყანაში და მიტოა მე ოკუპირებულები რო ვართ, მიტოა მე რომ პრობლემები გვაქვს, მიტოა მე რომ ვიქნებთ ხმალს და მტერს გარეთ კი ვერ ვამარცხებთ, აგერ შიგნით გვიღებსო ბოლოს. აი ეს ის ნაბიჯვარი არის, რომელიც ქართველებს აბრალებდა ოსების დაწვას სინამდვილეში და იღებდა ეგრეთ წოდებულ კინოფილმებს სინამდვილეში გამწვარ ქართულ სხეულებს იღებდა და ასაღებდა ოსებად. და ახლა უნდა გვიკვირდეს ჩვენ რომ დღეს ასეთ მოღალატეობრივ რაღაცეებს იძახის. არა, არ გვიკვირს ჩვენ ეს, ვინც ვიცით. და არ გვიკვირს ის, რომელ პატრონსაც ემსახურება ეს. ქართველო ხალხო, სიზმარში ვართ, ეტყობა. რომ აი ესეთ ნაბიჯვარს დღე უთენდება და ქართულიც აახურავს თავზე და ქართულ მიწაზე დადის. არა მე არაფრისკენ არ მოუწოდებ, მაგრამ აი ამ ნეხში რომ ვზივართ და ვიძირებით, ეს არავის ბრალი არა. ჩვენი დამსახურება თითეული ჩვენგანის და დავაბრალებთ მე ამას სხვას რა. ის მიწაც არ უნდა დაეყაროს მაგნაირ ნაბიჯვარს გულზე, რომელი მიწაზეც აი ესე ლაპარაკობს არაბების ზურგზე მოკიდებით და გატანით. ვერ გააკეთებენო. ვასარგებლოთ. აი ეს არაბების ნათესლარი მართლა.